შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა რა ვისწავლეთ წინა გაკვეთილში. წამიკითხე ერთი გიორგი ბატონო აბა. მოცემ სიტუაციაში ვინ უნდა დაუთმოს გზა. პირველი შეუქი ავტომობილის მძღოლმაო თუ ყვითელი შუქურით აღჭურვილი სატვირთო ავტომობილის მძღოლმაო. აბა რომელმა შენ ზიხარ თეთრ მანქანაში. მიდიხარ გუგუნით ზემოთ აგე ლაგოდეხისკენ სადღაც რამე და იქიდან მოდის აგე ნარინჯის ფერი ნათურით ანთებული საგზაოს მანქანა. სუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა დაუთმოს? დაუთმოს. ელენე რას გვეტყვის ელენე? სუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა დაუთმოს. უნდა დაუთმოს. თქვენ მასწავლებელს არ უსწავლებია სწორად. კარგი, აბა ერთი გამაგებინე ელენე, აი აქ რა ნიშანი გაქვს? დაღმართის ნიშანი. დაღმართი არ არის ეგა? აღმართია. აღმართია. მარჯვნივ რო ადის ეგ არის აღმართი. შენ მანდ მე ჩაგაწერინე და თქვენ ჩაგაწერინეთ რომ აღმართზე და დაღმართზე მოძრაობის პირობებში მეთქი რა გიწერია მანდა? კი, გამახსენე. დაბლით მოსწრებული როცა ჩამოდის ყოველთვის ამ მოსვლას უნდა დაუთმოს. ელენე შენ რა გიწერია? მეც მიწერია უბრალოდ ამერია აღმართის და დაღმართის ნიშანი. აგერია ეხლა ზიხარ შენ მაგიდასთან წყნარად დასვენებული და იქ რომ მიდიხარ 90 კილომეტრით იმ წამებში რას იზავ და მაშინ დაგერევა ეხლა რომ აგერია. მოკლედ აღმართმა უნდა დაუთმოს, ისა დაღმართმა უნდა დაუთმოს აღმართს. უპირატესობა აქვს აღმართს. წავედის შემდეგი ერთი ვნახოთ ერთი რას მეტყვით. აი აქ რას მეტყვი. აბა ელენე წამიკითხე ერთი. თანაბარ მნიშვნელოვან გზა ვინ უნდა არა, აი ვინ უნდა დაუთმოს გზაო. სატვირთო უნდა დაუთმოს. ვინა? სატვირთო სატვირთო უნდა უნდა დაუთმოს. დაუთმოს. რატო უნდა დაუთმოს სატვირთო? მეგეც განმიმარტე ერთი თუ კაცი ხარ. იმიტომ რომ ისევ აღმართის ნიშანი არის. სატვირთო ჩამოდის დაღმართიდან თუ აღმართიდან? დაღმართიდან. ესე იგი იქიდან ჩამოდის დაბლა. შენ ზიხარ წითელ მანქანაში. ელენე, სად მიდიხარ შენ? მარცხნივ. კარგი ორიენტაცია გაქვს, ოჩახ. და ეს აღმართი რო გვატყუებს, ვითომ აღმართზე ადიხარ და არ ადიხარ აღმართზე? და ამაიც მაშინ ამ სულ აჰა, კარგი, ჩავწეროთ. გიორგი, ჩავწეროთ. ჩვენ ახლა უყურებთ, რა ქვია, მონაკვეთს, როდესაც შენ წითელი მანქანით მიდიხარ საით მარცხნივ. ხო? ჩვენ აქ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ აქვს, არც წითელს და არც იმ სატვირთოს. ხო ეგრეა? გამოდის რომ ორივე ავტომობილი არიან თანაბარ პირობებში. სწორია? ოჩახ. თანაბარ პირობებში თუ ვართ, ჩაინიშნეთ მანდა ჩაწერეთ კარგად. თანაბარ მნიშვნელოვან გზებზე მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში უნდა გავატაროთ პირდაპირ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. თუ გინდა ის იყოს ურემი ან ველოსიპედი. თანაბარ მნიშვნელოვან გზებზე უპირატესობით სარგებლობს პირდაპირ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება და არა ის, ვინც მარცხნივ უხვევს. მარცხნივ მომხვევი რო ვთქვათ შოფრულად უჭრის. ანუ წითელი მანქანა უჭრის და კანონი ამობს მძღოლების ენაზე, ვინც უჭრისო ის უთმობსო. ყველა ვარიანტში.
აქ დაახლოებით 35-40 ბილეთია ამ და გვარი ამ თემატიკაზე აგებული. გამიგე? ელენე გიორგი ვინც უჭრის ტირე ის უთმობს. გაიგე? ჩემო კარგო. ხო გავიგეთ? ძალიან კარგი, გიორგი გაიგე? ძალიან კარგი, წავედით წინ.